შვილო, აი ყოველი დილა როგორ ერთნაირად უნდა იწყებოდეს არა? აი ხო იცი რომ სანამ არ გაიღვიძებ არ მოგეშვები. აი ახლავე ადექი. ჩაირთო ეგე მაღვიძარა. დედასა ეგრე უნდა უთხრა. რა გინდა დედი, რა თმაღვიძებ, რა დაგიშავე ერთი. მარტო მე უნდა ვიდადო შენ დაზე და ბიჭო, შენ არ გაწუხებს ეს ამბავი. არაფერი არ ეჭირს ჩემ და სადარდებელი. ძინა ადამიანია ეგეც. 3 დღე შვილო, 3 დღე თავისი ოთახიდან არ გამოსულა, მიხოსა დარდობს. ხო და მეც მიხოსავ დარდო. აი ახლა გადმობრუნდი, თორემ სახრით გადმოგაბრუნებ. ვაიმე. აი ახლა შედი და დელაპარაკე. ხო. რა უთხრა მე რო შევა? ერთი მიხოს კარგი გამო კარტოფილი შაწვი მეთქი? არა უტვინო. მოეფერე დაუყავე იქნება შენ მოგისმინოს. კარგი ხო, შევალ და შენ მანამდე საუზმე მაამზადე რამე. აგე გუშინ წინდელი ძეხვია, ხახვი გაქვს თქვენი შვილი და მიატანე ხო გიყვარს. ვაიმე, მამკლა ამ ქალმა 3 დღე ძეხვის ჭამით რა. შევალ ხო, იქნება იყლიყო შეწვაზე მაინც დავკერო მას. კარგი ხო, პასუხი გამამიტანე დროზე მიდი. და მანამდე რომ იყლიყო შეწვა მოკვდები? მე შენ არ გაგიგონია გამოთქმა, 2 ქალი კუხნაში ბირჟაო, ეგე ის მესმის პირველად. მამიდობა ეხლა ამანაცა. მიდი, დროზე შედი შვილო. ო, დამაცა ცოტა ხან, ო. მე ხო იცი აი წელი მტკივა და ხელში ვერ ავწევ. ეგა თავისით კიდე არ გამოვა. აი, აქ როგორი ახალგაზრდები. შორს ასვლა არასდროს არ გიყვარდა ბიჭო და საწახვედია. გე. აქ კაიმტრალი ხარ. ეთვე დაბადების დღე არის. როგორ ეშმაკურად მიყურებს? ნიხიდე ეციხე. აქ იდენი როგორი სიყვარულით მიყურებს იგე? იმე, როგორ დამავლო ხელი და ამიტაცა გედივით. მასალია მე 2 კვირა წელის ტკიოდა, მაგრამ გული ხო გამიხარა. რა გინდა ქალო, აი მაბუეტი გული თვინ უნდა მაიკლა თავი. დიახ, უნდა მოიკლა. მერე ოჯახი? აბა ოჯახი. მე ეთო დედაშენი, ჩვენ ოჯახი არა ვართ. ეგრე რამდენჯერსაც ცოლ გავცილდი თავი რომ მეკლა, 6 ჯერ უნდა ვიყო უკვე თუდად. დაანებე ეგ მაგ სურათებ თავი და მიხედე საქმე რა. მოიშივდა და ეხლა ყველანაირად მივლით რომ საუზმე მომზადო. ქალო, მე იქით კარბასე მაინც ავჭამ და შენ რას აჭამ აქ? ან მეორე ვარიანტია კიდე რომ ბევრი საჭმელი გაქვს მომარაგებული და ჩვენ თავი ფეხებზე კიდია. პირველს მიაძექი, პირველ ვარიანტს. მივაწვევი პირველ ვარიანტს და აგე შენი ხმარი რომ ახალ ცოლმა აგდებს ტენტიანი კამაზებით. მე ვრენახა. მე ხდავცე მიწოდე იქიდან და შენცენ მიგაყოლებ. მე ეგრედაც არ მაკლია ჩემი ცოლებისგან მეხისა და დოზანი გამოგზავნა და დაცემა. არემეცი რომ ელაპარაკები. დავანებე თავი რა. არა და ეგ ბიჭდები სანამ არ აიგე. იჯექი რა ვხედავ. ხო და ეგ. ჯანდაბა და ოხრობა. აი მე სადრაუდებს ამ გოგოს ან აკოვსი სადაკ, ან ჩანგალი, ანაც კიდევა თებში, არ ვიცი. მგონია ესეც ადუხდა რა. ხო. ვა, ბებო, რა საშურებით აბა? ახალგაზრდობას ვიხსენებ. რა სამზადებ? ვიცი შვილო, მასოს კიდე რამის გაკეთება. უი, მე და რა საწვალობ მე დედამ გააკეთოს. სად არის მე დედა შენი? აი ჩაიკეტა ოთახში და აქეთ არ გამოდის. რა საბობ, იმის მერე ეგრეა, დაიცა კაცო დაველაპარაკები. თედუა ეხლა შესული მოლაპარაკებაზე და ყავს ხوارდალებს შილოშეთ. მოიდა ჯანდაბას დავლევ ხა. მიდი გააკეთე გენაცვალე, მიდი და მეც გამიკეთე, მიდი. ო, კარგი. აღარ შემიძლია მეფი. აი დილიდანა შვილო, აი ეგრე ციბრუტივით ავტრიალებ. განაღარ შემიძლია ნამდვილი შვილო. რა ხდება შენთან ასახშია? ციო როგორ აკყავს? ჭკვიანად არის, ნუ ნერვიულობ შენ. მაგისთვის ეგრე აჯობებს, რომ ჭკვიანად იყოს.
გოგიტა გოგიტაც, ბაკურაც. რაში მეკითხება ეხლა შეგეკითხე მე ბაკურა კარგი ქალო, რა გინდა ეხლა შარზე ხარ, ვერ გავიგე. ვაი მე ვარ შვილო ვარ ნერვები მაგ დაწყვეტაზე ახარ შემიძლია მოდი რა წნევა გამიწო მე წნევა მაგ მე მგონი კაი, გაგიზომავ და თუ გააყავას ვერ დაგალებინებ. მაშინ არ მინდა არ გამიზომო აი მაი ნაკმენი აქ იცოდე, გადაღება უნდა. გოგო. იცი რა გამახსენდა? გასოს მსუქან ვასილაი რო უყვარდი? დარაჯანი თვაი? ო, ბეცი ვიტკი მიყურებდა ხოლმე, მაგრამ არაფერი არ უთქვამს და შენ რა იცი რო უყვარ? რა სამო გოგო. რაც ეგ პონჩიკებს გიგზავნი და დედამო. რა სამო, რა პონჩიკებს მიგზავნი და ხო არ გაიგიჭდი შენ? გიგზავნი და ხო, გიგზავნი და მაგრამ საბაჟო კონტროლი ვერ გადიოდა და შენამდე ვერ აღწევდა, სულ ვჭამდი ხოლმე. მემრე არ უნდა გეთქვა. რომე თქვა რა, შაგიყვარდებოდა? შემიყვარდებოდა არა ისა. მე იცი რა მახსოვ? აბა, უფროს კლასის ბაჩუკაი რო უყვარდი. მემრე მიხო რო გაიგო და თავპირი რო დაამწვრია. დედამოა რა, წავაწამოა ისევ მიხო, წავაწამოა ისევ მიხო. გოგო, ბაჩუკა კი არა. აგეთი ჯნოდა რას უნდა გაყოლოდი შენაცოლად. როგორ წინამდა ხოლმე თვალები რო ხედავდა უბედური. რა კარგი ბიჭი იყო. ეგა დიდი კი არა ბიჭო, ლაყე იყო. სიტყვაზე ვერ აბავდა. ხო, შენი ხმარი რო აბამსხოს უიავარდი გადმოიდის პირიდან რა, მაგის ყველა ყისა. მიხო. სადღარ ბიჭო სადაჭყეთავ თვალებს. იმედია ვინმე გვერდით ეყოლება შესაგინებელი არა? შესაგინებელიც არა გითხრა, მაგრამ ეგ მარტო კამშიერი ამდენ ხან ვერ გაიძლებდა. ეთყობა ვიღაცა ეყავ, ვინც საჭმელ უკეთებს. ხო, ვინ უკეთებს? ქალი? რა უცილებელია რომ ქალი იყო რა, კაც მარ შეიძლება საჭმელი გააკეთოი? ძმა კაცია, მეზობელია, ბიძაშვილია, მეგობარია, 1000 კაცი არსებობს. კაცი დაილია ქვეყანაზე. და არც ქალი არ დალეულა და ვაი თუ ქალი არის. რა ვიცი, აბა რა გითხრა. თუ გინდა დაურეკან დინჯნოდარა და გითხამ, იქნება არ დაოჯახებულა ჯერა. მე გაჩვენდი თორე არ ვიცი რას ვიდა. მე გეტყვი რაც უნდა იქნა, ადექი და საუზმე გავიკეთე. ამან ოღონდ მუცელია მოიყოროს და ჩემ გწოდებებს როგორ უხეშად ექცევა. ვირიესა, ძმა ქვია ეხლა შენა. მარამ ქვია, აბა. აი კრებს აღარ ვლაპარაკობდა, მაიმუნობრო როგორმე ხალხიეთზე მოგიყვანო და სიკეთე ვერ დაგანახე რა. იცოდე, ჩემი ხოს კიდე ცუდად მოიხსენიებ და არ ვიცი რას ვიდა. ეგ მე ვიცი თვითონ ვინ ერვიულობ თუ რასაც ვიდა. შვილო, აბა მითხარი, გოგიტასა სიურპრიზების გაკეთება უყვარს? უყვარს ეხლა, მაგრამ მამასავით არ გამოსწ. დიესა მამა შენმა რა სიურპრიზი გაგიკეთა სახლიდანო გაიქცა პატარა რო ვიყავი და რეიტუზების საყიდლად რო წამიყვანა და სამთვლიანი ველოსიპედი რო მიყიდა რა, სიურპრიზი არ იყო? მერე კნუტი რო მინდოდა როგორი ლამაზი ჩოჩორი მომიყვანა. აღარ ვიცი რა, დედა ვიდარდო თუ მამა. ხო და შენ ოჯახს უნდა მიხედო ქმარს უნდა მიხედო ისე ოსულად რა ხარ გოგიტა დამნაშავე თუ ციალა არ გაცდით გიქალურებს მე უბრუნე. რასაც გეუბნები შვილო აი მითხარი ბებო გენაცვალოს და მოვალ და ციალას დეველაპარაკები ვიმე შენ თავს გეფიცები ჯერ არ მესვრი ისე წყნარად დაველაპარაკები კარგი ქალო რა მოგივიდა რა, ციალა რა შუაშია ჩემ დაორსულებასთან რა. ბებო 9 ჯერ გითხარი მე შენ რომ ციალა არ ერევა ჩვენ ცხოვრებაში მეთქი. აბა შვილო სიძე მარი ვარგა კარგი ქალო მეტი საქმე არა გაქვს. მე აქ დედას და მამასავ დარდობ და რეებს მელაპარაკები. ვაიმე ნერვიულობა შვრება ყველაფერს შვილო თორე ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება ხო, აბა თუ გაჩუმდე ეხლა რა. გაჩუმდი ხო მე ნედა რას გაშლებინებ შენ ნერვებს რა. წავიდე დედა ჩემი მაინც დავაწყნარო რა. ნელა, გოგო, ტანკო, გრეიტერო. წერო მოდიხარ, არ უნდა გაიხედო. დააგდე საცუდავდე და შენ თავი მოდი კვერცხი შამიწვიან რამე. კვერცხი არა ისა. მაწაღლიეს. დედი მაინდა კალბასი მაინც დამიჭე რა შამიძლიან რა შამჭით ამ კალბასი დიეტაზე რა. დაჭრილია მიდი და ჭამე
დედი როგორ ახარაბა? მიპასუხე რა. როგორ ვიხერე? კარგად როგორ უნდა ვიყო, ჰა? მამაში შეხედავ აქ სადმე? მიტოვებული ხალი როგორ უნდა იყოს? რა იცი ერთი რომ მიგატოვა? გოგო, კაცი ორი კვირა სახში არ მოსულა. არც არ ეკავს და არც ტელეფონზე არ აპაწყობს და მამ მიტოვება სხვა როგორი არის ერთი იქნება ამიხსნა. იქნება დაკარგა კაცო ტელეფონი. ტელეფონი კი არა, მაგან ნამუსი დაკარგა, ნამუსი. მაგან უეჭველი ნახა ის სკოლას სელფი და კომენტარიც კი არ დაწერა, ხო ნახე? ისიც კი არ მიუცია, იგე? ის დისლაიკი. ხო, რა ვიცი, დისლაიკია თუ ძმისლაიკი არ მიუცია. იმიტომ რომ მიხვდე რომ მაგიტო დადე. დედა. მოდი ჩვენ გადავიღოთ ფოტო და დავდოთ. ებსა, ყველაზე არ უეჭვიანია და შენზე იეჭვიანებს. ეჭვიანობა რა შუაშია, ქალო იქნება Facebook-ით გაახსენდეს რომ ოჯახი ყავს. ვიცი, რა შემეშვირა. როგორ დავიჯერო რომ მაგან ჩემი და ყოლა სერფი ნახა და არ იეჭვიანა. არა, ესე იგი აღარ ვდივარ რა, მაგასაც ვფიქრობ, მე სხვა ვერაფერს. დედა. აი ყოლაზე როგორ უნდა იეჭვიანოს კაცმა, ჯაჭვით რო დააბა, ჯაჭვს წაიღებენ და მაგას დატოვებენ. ნუ გამაგიჟე ახლა. გოგო, ჰა. შმოგზაურასთან ან ელდარასთან ხო არ გადავიღო ეგეთი სელფი და არც მაშინ არ იეჭვიანებს თვითონ? მიდი ახლა საეჭვიანოთ მთელ სოფელთან გადაიღე სელფი. იქნება თქვან რომ მარო გაბოსდაო. გახსოვ, არ გაინჯერე გუჯასთან რომ დამყავდი ხოლმე ფოტოების გადასაღებად. საათ იყო მაშინ სელფები? დედი, მაგაც არ გაინტერეს რა თეწახდნენ. რა თეწახდნენ და ფოტოების გადასაღებად რომ მივიდო ხო ყველას იმას ეუბნებოდა რომ არ გაინძრეო და ერთხელ მიცვალებულზე დაუყვანიათ და იმისთვისაც ეკუთვნი. იმე არა მაცინებს არა მახარებს კაცო. და შეჭექა და მალაპარაკებასთან ცისულენებს გადმომჩვენიებთ. რა იყო წავიდეს? რაც კიდე ის გიქნია ერთი. აი გრე გემურიელა და ჩამე მიხოთი თილოკაშვილო შენა. აი მზე თუ საერთოდ ხორცი იყო ნამკოპი დავიდა მაჭერით რა. რა ვიცი, მესამე რუგონსკი სჭამდა, ეხლა არ მოგწონს. მარა უკნა ქანო ჟიარი მოკდა. აგე გადადი ყოლასთანა, ნანულას ექნება რამე და გაჭმევს. რა ყოლათან ქალო, მაგათი ძალიან უბნი ბოლოში მათხოვრობს. მაგათ სახში პატრიჩი გადა არაფერი არ აკეთდება. მაშინ და მაითმინო შილო მიხოს მოსვლამდე, ან მარო სანამ არ დაწყნარდება მანამდე. რა სამოქალო, მე თუ მიხოი მოსვლამდე აი ეს ხალბასი უჭამე კუჩი ხო საოპერაციო გამიხდა. მასაც რა თუნა ველოდო ეხლა მე მიხოს მოსვლასა, ან მაროს დაწყნარებასა. მიშლები დავიხოცებით. ვინმე ეგღა მაკლია თანაცა ეხლა ჩემი შვილი მიხოზე დადითაკოდებოდეს. მაიცა კაცო, როგორ გამამივიდა ეგეთი განსხვავებული შვილებია. ერთმა 5 მოინდელა და მეორესა 1 ვერ მოუნელებია. ჰა? აი ეხლა წავალ და გამოვათრება კეთა. მე ვიცი რასაც ვიზამ. ვინმე არ უნდა თქვა გოგო გამოდივარო, ჰა? და არიცი კაცო რომ ჯერო გამომსვლელი უნდა გაატარო. გაიცი ეხლა, გაიცი იქეთა. წარსული არ შეახსენ, აზრი არ აქვს. იძაგენა თვალოი, არ გეთხოვა შოპრიტი შვილი რო ხარ. რა იქნება? რა რიგობით შემოიდიხარ? ერთად რომ შეიკრიბოთ და შემოყვიდეთ, არა ჯობია ეგრე? დროსაც დაიდოგრათ და ჩემ ნერვებსაც. აი, რაზე ბრასდები შვილო? ჰა? შენი კარგად ყოფნა რო გვინდა, იმიტომ აბრაზდები. მე იმაზე ვბრაზდები, რომ სულ ყველა შემოხედით მიხოი გარდა. მიხოც შემოვა, მოშირდება და შემოვა. ორი კვირა რით აღარ მოიშილდა. ეგ არ ვიცი. მაგრამ აი ქმრის გამო თავის მოკლა რო არ არის, აეგ ვიცი. აგე ჩემი გოგია. რამდენი წელია წასულია, მაგრამ რას ვიზამ აბა? ვაგრძელებ ცხოვრებასა. იმიტომ რომ შენ იცი გოგია სადაც არის და მე კიდენი არ ვიცი მიხო სად არის. შენ უფრო ხშირად ხვდები გოგია ვიდრე მე მიხოი. ხო და შენც იგრე უნდა მაექცე, როგორცა მიცვალებულსა. ეგ როგორ? როგორა შვილოდაი? ეგ მეორე გვერდზე და ნიაკარი მიხოს სურათი. და აღდგომასა კვერცხი გაუგორე ხოლმე. დეფსი ძაღირო, მომაფიქრებინე რავე ნორმალური. და
გამიჯერე შვილო, აი ფეხებზე დაკიდებითა უფრო დაიბრუნებ ქმარსა, ვიდრე აებ მდგომარეობაში. დაიცადე. აი მე ვიცი ეხლა როგორც უნდა დავიბრუნოთ. ადექი ეხლა. არა, არ წამოვალ. გინდა აქ მის დაბრუნება. ე როგორ არა მი ხო და თუ გინდა ადექე ბაშვილო, ჩაიცვი ეხლა, ადექე ახლა დროზე აბა მიდი. ხო. ნუ არა ფიქრობ, მიდი. შენ მაინც ამოგეღო შვილო რამე გემრიელი კაცო. ხო ხედავ სასადილოთან დაგდებული ძაღლივით ჩავყურებს უყველაი ხელებში არა. რა უნდა წამომეღო დიეტაზე ვარ მე. რა ვიცი ხო, ჩემები კიდე არაფერს არ ამზადებენ. წნილზე და პურზე არიან. გვერდს მაინც ჩამიწვი თორე დავიკარგები მამა შენივით იცოდე. ხო, კარგი შეგიწვავ, მაგდენი ვიცი. არ მინდა ჯერ დაიცა. ეხლა გავსკიდი კალბასით. ცოტა ხანში ჩამიწვი მე. ოღონდ ერბოთი. ხო, ერბოთი კარგია. მოდი დედა გენაცვალოს მიდი ეგეი გამაიყვარა თუ არა ამი მემრე ეთერა უნდა ვატაროთ მოლაპარაკებებზე ხო, დედა, ეს არა ჯობია, კაცო, გააგრძელე ნორმალურად ცხოვრება და მამაც მერე არა სჭირდება ეხლა ჩემ გოგოს ეგრე დამშვიდება. ჩემი შვილი პრაგმატული ქალია და თვითონ იცის ყველაფერი. ეხლა ჩვენა ოჯახი უნდა დავსხდეთ და გეგმა უნდა შევიმუშაოთ. რა გეგმა დედი დავაცადეთ ვინა ვართ ჩვენა ოჯახი. ხო ვიგვაკლია ოჯახში მიხო სად არის მიხო დამაცადე პრინციპში შეშენა მართალი ხარ თედო. ხო ამიტომ მიხო უნდა დაბრუნდეს. გვინდა არ გვინდა მაინც ოჯახის უფროსია. ეგრეა გოგია იქნება მომეხმარო და გეგმა დავსახოთ. აი როგორ დავაბრუნოთ მიხო აქა. ეგრეა პასტაპურცელი ხო გჭირდება გჭირდება სად არის მაინც არ აი მე გოგიტა რა არის გულმა უგრძნო დაიცა ხო გოგიტა გადმოხვალ დაკ არა კაცო არ გადმოხვიდე როგორ არ უყარხარ კაცო მაგრამ ესეც ხო ჩვენი ოჯახის წევრია არა შენახარ იმის ოჯახის წევრი ეს სხვა ოჯახია რა უნდა ერთი გაიგები გოგიტა და რა გინდოდა რომ დამტენი დაგრჩა ხო დამტენი დამჩოდა ეხლა ჯავ გარეთა ხო და სადა ხარ ხო დაიცა გარეთა უკვე და მე მოიცი გოგო მიაწოდე გოგო მიაწოდე და დროზე შემოდი გააგდე დროზე აკა ხარ გოგო აქა ვარ ხო გავიყინე აჰა დამტენი მე რა იმორბოდი ჰა მარტო დამტენი რა თმინდა კაცო მე თვითონაც დასატენი ვარ ეთუნა შია რა აწალია უი მე წადი მე სახლში და ჭამე კაცო აღარ შემიძლია გოგო მწნილი და პური რა ამის მაროს ეკნება რა მეგემრიელობა ჰა არა აქ რა თარმიშვებს იგნიდა ჰა გული მიგძნობს რაღაცა ხდება მანდა კი არ გიგძნობს თუ ეხლა არ დაახვევრო წიხლი მოგხვდება ეთო კაცი ვარ ამ ოჯახში იცოდე შენა ხო და უნდა ვიცოდე რა ხდება ჩემი ცოლისა და მაგი ოჯახის თავსა გოგიტა დედას აქვს დეპრესია და არავის დანახვა არ უნდა მაშინ რო აქ ახარ მე არავინა ვარ ბიჭო არავინ არის სიძე და გარენათესავები კიდე მიდი ეხლა წადი სახლში და მოვალ მეთქი გითხარი კარგი გოგო კარგი წავედი ეთო რა თიყინები გარეთა ქალები სახლში არიან არიან ძალიანაც კარგი დაიცა არ არიან ვერ გავიგე ქალ არიან თუ არ არიან არიან მაგრამ შენთვის არ არიან სახლში არ მიშვებ ეთერან დაგაბარა არა ეგრე ნანულ მომისმინე ეხლა აგიხსნი რა ხდება ოჯახში გისმინა მოკლეთა გეგმა უნდა დავსახოთ რომ როგორმე მიხო დავაბრუნოთ ეხლა გეტყვით რამე იგეთი უნდა მოვიფიქროთ რაზეც მიხოი ნამდვილად ექნება რეაქცია ვერ მაითმეს და მოვა სახლში აი მაგალითად რა აი მაგალითად სახლი გადავწვათ ო უეტელად მოაგეუბნები არა სახლი რო გადავწვით კი მოვა მაგრამ სად წავა სახლი აღარ ექნება და ო ეგეც არის მაიტა მაშინდან ნივა დავწვათ მაგრამ მე კიდე კოლაი აღარ ექნება სახლი და
კი მოსელ წაუგიროთ ცეცხლი უიმე ემ შენი ფანტაზიები ამ სპიჩკას ვერ გასცდა და სხვა რამე მოვიფიქროთ მარო ჩერთ დისკუსიაში თორე მეც უფეხებზე მკიდია მიხო მოვა თუ არ მოვა რა უიმე ეს გოგოც სად წავიდა ეთო აი ახალგაზრდა ტვინი გჭირდება ხილო ხო ერთი ვარიანტიც ამაქვს აბა მაიტა ხალხში გავაბაზროთ რომ ვითომ მიხო ვინოები ვიღაცამ თლიანად მაიპარა ეგე მაგარი რო გაიგებს რო გვარ დაბრუნდება სახლში უიმე მიხოს რო ღვინო არ ეკნება სახლში მის სახლში გამოვა შვილო უიმე მე მოვიფიქრე აბა ეთო უნდა გავათხოვოთ მეორეთა სულ გაიგიჟდი ქალოშენა რაღაცა ეს ჩვენი სიცი არ მომწონს გოგო ამდენი ხანია გათხოვილია და ორსულად არ არის ნეტა შეეციებული ხო არ არის წელს ქვევითა ჩვენი სიძე მარო გაიგე ახლა რატო არ გიშვებ სახლში გავიგე ხო მაგრამ კაცო როგორც ხალი ხალხს ისედე ველაპარაკები და გამოვიყვან მდგომარეობიდან რა ვაიმე ნანულ ახლა მე გამომიყვან მდგომარეობიდან და რაღაცას გეტყვი უკვე რა არ ვიშო თორე ეგეც ევროკავშირი არ იყოს რა არ გინდა და ნუ გინდა ჯანდაბამდე გზა გქონია დაიცა ნანუ ოჯახთან დოლიც მიგაკ მიმაქ აბა არ მიმაქ მთელი ოჯახი დეპრესიაში ყოფილიყარ და რა გააჯაფსან დალებად ხო და შეასხი კოლას აჭა მე მეთქი კოლას კაცო ო ვაჭმე მაშ თუ შენ სამაიღე ხმა რა მოწმესავი დამიჯექი აქ ხო ხედავ რომ ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ რომ მოვითხოვოთ სახში მამაში საჭმელ-სასმელი განიხილეთ უკვე ეგ არ გაიჭმეს მაგას რო საჭმელ-სასმელი არა იქონდეს თავის ფეხით მოვიდოდა აქ რამე უფრო იგეთი გჭირდება რაზეც რეაქცია ექნება ეთო სულობა რო გაიგებს რომ შვილიშვილს ელოდება არ მოვა აქ არ მოვა და ციალასთან მივა რო გაიგებს ტყუილია საერთოდ აღარ მოვა ხალხო რამე უფრო მძაფრი გჭირდება და მეტი რაღა მძაფრი ერთმანეთს ხო არ დავხოცავთ მართლა რა გაი მეორე რა თქვი ხო რა იყო მაპატიე ახლა რა მოხდა ეგ გენიოსი გავსარდე ამასენა წოლს დედამა რა იყო ქალო რა თქვა ეგეთი დამაცადეთ ვინმე უნდა მოკვდეს ოჯახიდანა ეგ ვინმე მიღარ ვიქნები დაგასალით უყველა არა კაცო განამართლა უნდა მოკვდეს რომა აიგრე ვითომა უთომ როგორ დედი ფოკუსნიკი ხარ ფოკუსნიკი კი არა გენიოსი ვარ გენიოსი